ახლა გნახოთ გამოჩნდება თუ არა ერთი კვირის ვადაში. ვარიანტი გვექნება 3, რათა პასუხები გვექნება მოკლე. ერთ-ერთი არკანით ვნახოთ ენერგია. კრიზისი და ჩარჩოები. გაურკვევლობა ჩაგაგდოთ კრიზისში და მოგაქციათ ჩარჩოებში. გამოჩნდება თუ არა ერთი კვირის ვადაში თქვენ თქვენი სასურველი პერიოდი ჩაიფიქრეთ. აქ ადამიანი რაღაცებს იტყუება, რაღაცებს ხლართავს, ინტრიგებს. რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი? აქ ადამიანს შეგნებულად უნდა რომ გული გატკინოთ. თვითონ დაამსხვრია ყველაფერი და გაბრალებთ თქვენ, ესეც იყო манипуляცია. რატო? იმიტომ რომ ადამიანი არის სულიერად თქვენთან შედარებით გაცილებით დაბალ საფეხურზე, ასე ერთობა, ასე თამაშობს, არასერიოზული დამოკიდებულების ხედავ აქ ფიღაცასთან გათამაშდება, რომ ადამიანი გზაზეა. მეორე ვარიანტი. არა, შეიძლება გამოჩნდეს კიდევაც აქ, მაგრამ გიღირთ, არ ვიცი. აქ რაღაცა წარსულის სცენებს განიხილავთ ეხლა, აანალიზებთ სიტუაციას თითქოს. აქ თქვენმა პარტნიორმა დატოვა ურთიერთობა და ეს მოხდა არაერთხელ, თითქოს ერთ წრეზე ტრიალებთ აქ. ნახოთ გამოჩნდება თუ არა ერთი კვირის ვადაში, მოგწერთ, დაგირეკავთ. თუ რა სიზავთ. ჯერჯერობით ადამიანი სხვა რაღაცებზე აკეთებს აქცენტს, სამსახური, კარიერა და აქ მე ვხედავ სხვა რაღაცა ურთიერთობას, რომელიც შინაარს მოკლებულია, მაგრამ მიზიდულობა არის აქ. მაგრამ სხვა ქალი აქ აუცილებლად არის. თქვენთან გამოჩნდება? კი, აუცილებლად. მეორე ვარიანტი დაიმახსოვრეთ, აუცილებლად გამოჩნდება. მესამე რა ენერგიები გაქვთ აქ? აქ ყველაფერი მოკვდა, მაგრამ მაინც არის აღორძინების რაღაცა პატარა შანსი. ბემბი გაჩუმდი. მაპატიეთ. აქ დიდი ის იყო, არ ვიცი, ომი, იყო ჩხუბი, კონფლიქტები, ტყუილები. ერთი ენერგიიდან მეორე ენერგიაში გადასვლა. აქ მიჩვენებენ ხან იყავთ მგრძნობიარე, ხან აქტიური, მაგრამ კარგია რომ პასიურობას მე აქ ვერ ვხედავ. რაღაცა შანსები, გზას ეძებდით რომ რაღაცა დიდი შანსია გეღოთ ამ ურთიერთობისგან. გადავიდეთ ჩვენ კითხვას თუ დრო აღარ დაგვრჩა. გამოჩნდება თუ არა ერთი კვირის ვადაში. გამოჩნდება. აქაც აუცილებლად გამოჩნდება. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. პირადი კონსულტაციებისთვის და დეტალური გარჩევისთვის მომმართეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე ბიბერზე.